თუ რამე მნიშვნელოვანი ხდება, ყოველთვის ჩემს გვერდით არის. უპირობო სიყვარული არის დედაშვილობა ჩემთვის. რომ არა დედა, ეხლა აქ არ ვიქნებოდი. ძალიან ემოციური არის ხოლმე ეგეთი შეკითხვები ჩემთვის. გონია რომ ყველაფერს გააკეთებ, თებს გადადგავ საკუთარი შვილისთვის. მაძლიერებდა ის რომ ამას ვაკეთებდი მხოლოდ და მხოლოდ ჩემი შვილების გამო. დედა ჩემი არა და ყველანაირი როგორიც არის ზუსტად ისეთი მიყვარს და ვაფასებ რა. დედის ხეს გილოცავ. დიდი მადლობა დე, ძალიან მიყვარხარ. მე უფრო დედის დღე ხო არ არის დღეს შემთხვევით. კიდე გილოცავ. უპირობო სიყვარული, ურთიერთობა, რომელსაც ვერც დრო და ვერც მანძილი აშორებს. ხანდახან კი პირიქითაც ხდება, უფრო ამძაფრებს და განსხვავებული სიახლოვე იბადება. ბევრი ემოცია, ონლაინ გამოხატული ყოველდღიურობა და ამბები, რომლებსაც მხოლოდ დედა შვილს ამ პირიქით უმხელენ. ანდრია ფუტკარაძის დედა უკვე 5 წელია ემიგრაციაშია. ეს სიძლიერის, მოტივაციისა და მომავლის იმედის ამბავია. შორენა აბაშიძე ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა ყოველთვის ახერხებს შვილის ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებში მის გვერდით იყოს. რომ არა დედა ჩემი, ვფიქრობ, რომ ჩემი ცხოვრება არ იქნებოდა ისეთი კარგი, როგორც ახლა არის. დედა ჩემის დამსახურებაა ის, რომ მოხდი რანინაში. დედამ შემოთავაზა ეს იდეა და დედამ დაამარეგისტრირა რანიას კასტინგზე და ერთ-ერთი დიდი წვლილი შეიტანა დედამ ჩემს კარიერაში. გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, რა თქმა უნდა, დროში დიდი სხვაობა, მანძილით ძალიან დაშორებულია ერთმანეთთან, მაგრამ ტელეფონით ვესაუბრებით ყოველდღიურად. ერთმანეთს ვნახულობთ რამდენიმე თვეში ერთხელ. სხვა ქვეყნებში თუ მივდივარ, იქ ჩამოდის ევროვიზიაზე მაგალითად. ყველაფერს ვუმხელთ ერთმანეთს, ესე რომ ვთქვათ, და ერთმანეთის სურვილებს ვასრულებთ, ვფიქრობ, რასაც მე ვთხოვ მისრულებს და რასაც დედა მთხოვს, მე ვსრულებ ჩემი აზრით. ანდრია ფუტკარაძე მუსიკალური შოუს რანინას მე-7 სეზონის გამარჯვებულია. მან ასევე მოიგო 2024 წლის საბავშვო ევროვიზია, სადაც სიმღერა სწორედ ემიგრანტ დედას მიუძღვნა. ძალიან დიდი მეგობრები ვართ. არ არსებობს სულ რო ერთი წუთი ველაპარაკებოდე, ჩვენი საუბარი სრულდება. დედა მიყვარხარ, დედა მენატრები. ანუ ემოციურად ამ სიტყვების მერე რო ვთიშავ ტელეფონს, ყოველთვის რაღაცა თვალებზე ცრემლი მადგება ხოლმე, რა თქმა უნდა, რთულია. ჩემი ემიგრანტობის გამო თვითონ გახდა ძალიან დამოუკიდებელი და ეს ძალიან მიხარია. ყველაზე რთული იყო, როცა ჩამოვედი პირველად, შემდეგ უკვე დამშვიდობება, რო ვიცოდი რა მელოდა უკან მოგვიანებით. ყველაზე რთული ემიგრანტი დედებისთვის შეხვედრის შემდგომი განშორება. მომღერალ თაკო კაკალაშვილის დედაც უკვე 14 წელია ემიგრაციაშია. ურთიერთობა, რომელიც ამ დროის განმავლობაში ჩამოუყალიბდათ ბევრ ემოციასთანაა დაკავშირებული. ანუ შეკითხვაზე თუ ვინ არის დედა შენთვის, რა ვიცი, მე მგონი შაბლონურად კი ჟღერს, მაგრამ აი ყველაფერი არის, გაღვიძება, დაღამება, სიხარული, ყველაფერი ტრაგედია, ყველგან დედა არის შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი. როდესაც გზავნიდა ხოლმე რაღაც ნივთებს, ანუ ამ ყველა ტანსაცმელს თუ რაღაც ნივთებს, ანუ იმდენად დედა ჩემი სურნელი ქონდა, რომ დღემდე მახსოვს. ხშირად მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მომენტების ონლაინ გაზიარება უწევთ, თუმცა ეს ახლო კავშირში ხელს არ უშლით. დისტანცია შვილებთან ეს ყველაზე მტკივნეული თემა არის ემიგრანტი დედებისთვის, ყველა აბსოლუტურად დამეთანხმება ამაში. დისტანცია ან აშორებს ადამიანებს, ან უფრო აახლოვებს. მაგრამ თუ ამ კავშირის საფუძველი არის სიყვარული, ყველაფერი აბსოლუტურად დასაძლეველი არის და მადლობა უფალს, რომ ჩემი კავშირი ჩემ შვილებთან მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულზე არის დაფუძნებული. და ყველა ემიგრანტ დედას ვუსურვებ მალე ჩამოსვლას და თავის შვილებთან ჩახუტებას. მიყვარხართ.
ემიგრანტები უდიდეს მსხვერპლს გადიან იმისთვის, რომ მათი შვილები კარგად იყვნენ საქართველოში. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს დასაფასებელია და ყოველდღიურად უნდა ვიყოთ მადლიერები და რა ვიცი, ამ ვიდეოს მეშვეობით მინდა რომ გადაუხადო მადლობა ყველა ემიგრანტ დედას და რაღაცნაირად ეს იყოს ერთგვარი ნიშანი, რომ რაღაცნაირად მალე დაასრულონ ემიგრაცია და დაბრუნდნენ საქართველოში თავის შვილებთან და ოჯახთან.